გამარჯობათ, დღეს გაჩვენებთ, როგორ შეიძლება საიტზე ენის დამატება და როგორ დავამატოთ საიტზე ენის გადამყვანი. აი ისეთივე, როგორიც აქვს rank mess. შეგვიძლია აქ მარჯვენა ქვედა კუთხეში რო არის ესეთი გავაკეთოთ, ან სადმე ტექსტში ჩავსვათ, ან აქ მენიუში შეიძლება ჩავსვათ. ამისთვის მე გამოვიყენებ Translate Press და ამ Translate Press-ის უფასო ვერსიას გამოვიყენებ ამ ვიდეოში. და შემდეგ ვიდეოში ჩავწერ უკვე პრემიუმ ვერსიის გამოყენებას, გაჩვენებთ სხვაობას ამ ვერსიებს შორის და იმასაც აგიხსნით თუ რატომ არის აუცილებელი რომ რეალური პროექტისთვის გამოიყენო Translate Press-ის პრემიუმ ვერსია. უფასო ვერსიას რაც შეეხება, კარგი არის იმით, რომ შეგიძლიათ გაივარჯიშოთ, ნახოთ რამდენად მოსახერხებელია ის თქვენთვის, თავსებადი არის თუ არა ის თქვენ საიტზე არსებული თემებისთვის და პლაგინმა, აქ როგორც უწერიათ, ყველაფერთან თავსებადია, მაგრამ მაინც ჯობია რომ სატესტოდ, ვინც უფრთხილდება საიტს, რამე სატესტო ვერსიაზე თქვენი საიტის, შეამოწმოთ, ნახოთ. ესე იგი, იმისთვის რომ დავაყენოთ ეს Translate Press-ის უფასო ვერსია, შევდივართ ჩვენი საიტის მართვის პანელზე, გადავდივართ პლაგინების განყოფილებაში, დავამატოთ ახალი პლაგინი, ჩავწეროთ აქ საძიებო ველში Translate Press-ი, ამოაგდებს აი ესეთ პლაგინს, დავაკვირდებით, არასწორად წერია. ამოაგდებს აქ პლაგინს, რომელსაც Translate Press-ი აწერია, ეს არის. დავაინსტალიროთ ეს პლაგინი, გავააქტიუროთ. აი ასე. და გადაგვიყვანს პირდაპირ უკვე აქეთი skip-ი გავაკეთოთ. აი ამ რელაქს დავაჭიროთ, აქ არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის და გადავედით უკვე setting-ების გვერდზე, სადაც უნდა ჩავწეროთ, რომ ჩვენ გვინდა ქართული ენის დამატება. ან ის ენა დაამატეთ, რომელიც თქვენ გჭირდებათ, მაგრამ ქართული ენის შემთხვევაში მინდა გაჩვენოთ, როგორ ხდება და შეგვიძლია აქ დავაჭიროთ saves. ესე იგი, ეს მენიუ გამოჩნდება ან short-code-ით შეგიძლიათ ჩასვათ ტექსტში ნებისმიერ ადგილას, ან მენიუში შეგიძლიათ ჩასვათ და ან აი როგორც არის ნაჩვენები მარჯვენა ქვედა კუთხეში იქნება. აქ უნდა ავირჩიოთ ჩვენ გვინდა დროშა და თვითონ ენის სრული დასახელებით თუ სხვადასხვა ვარიანტები. აი ბოლო ვარიანტია მაგალითად მარტო დროშები რო ჩანდეს, ვისაც როგორც გეკომფორტულებათ, ისე გააკეთეთ. ამ შემთხვევაში არ შევეხები არაფერს, პირდაპირ გადავალ იმაზე როგორც არის. ესე იგი, აი აქ არის ხილაკი Translate საიტი, დავაჭერთ ამას, გადავალთ უკვე უშუალოდ საიტზე და აქ უნდა დავაკვირდეთ მარცხენა მხარეს, რომ რომელი ენა არის არჩეული. აი აქ რაც ტრიალებს, იმასაც დავაცდით, რომ მორჩეს, ანუ შეამოწმებს საიტს რა არის აქ თარგმნადი, რის თარგმნა არის საჭირო. გადავიდეთ ქართულ ვერსიაზე და ნახეთ აქაც ახლა დაიწყებს შეამოწმებს, აი აქ ტრიალებს, მოამზადებს ყველაფერს თუ დაასრულებს, იქნება მზად. ესე იგი, ჩვენ რა გვჭირდება? გვჭირდება ჩვენ პირველ რიგში დავუშვათ გვინდა მენიუს თარგმნა, გავაკეთოთ ესე, მაუსი მიგვაქვს, აქ რომ დავაჭიროთ, პირდაპირ ამ გვერდზე გადაგვიყვანს, მაგრამ აი ამ ფანქარს თუ დავაჭერთ, აქ უკვე აი ნახეთ მარცხენა მხარეს გამოჩნდა ველი და აწერია თუ ჯორჯიან, ქართულ ენაზე, ესე იგი, დაგვიკავშირდით, ჩავწეროთ. გავშედით, გავასეივებთ და შევხედოთ აი ჩაწერა თვითონ. აი აქ ახლა ამას გავუკეთოთ ბლოგი. ჩავწეროთ, რომ ეს არის ბლოგი. და მოკლედ მენიუს ყველა ნაწილს ასე გადავთარგმნით. დრო არ დავკარგოთ, გადავიდეთ შემდეგზე. აქ გვაქვს ტექსტი. მაუს მივიტანთ, გამოჩნდება ესეთი ფანქარი. და აქაც იგივე პრინციპით შეგვიძლია რომ შევცვალოთ აი ტექსტი მაგალითად. გვაქვს აი აქ შენახული. და პირდაპირ დავაკოპირებ, დავასეივებ, შეცვალა ძალიან კარგად ყველაფერი. აქაც ქვევით დავუშვათ, იგივე გავაკეთოთ. და ასე შემდეგ. ერთი ღილაკიც გადავთარგმნოთ, აი დავუშვათ ეს ჩავწეროთ, რომ
დავუშვათ დაგვიკავშირდით. თუ ტექსტს თარგმანის ისტორიას არ მიაქციოთ ყურადღება, ეს თქვენ როგორც დაგჭირდებათ, ისე გამოიყენოთ. დაგვიკავშირდით. დავასეირეთ და ქართულ ვერსიაში ჩვენ გვექნება ესე. აბსოლუტურად ყველაფერი რაც აქ არის და რასთანაც მაუს მივიტან და ფანქარი გამოჩნდება, ასე ითარგმნება. რაც შეეხება პროდუქციას. პროდუქციის თარგმნას აქედან არ გირჩევთ. გირჩევთ რომ პირდაპირ გადავიდეთ პროდუქციაზე, აქ დავკლიკოთ და აი აქ რაც არის ის დეტალები არ ვთარგმნოთ. შიგნით რო შევალ პროდუქციაზე, იქ ვთარგმნოთ, აქ ავტომატურად შეიცვლება, ამით დროს დავზოგავთ. დავაჭიროთ აქ. აი ესე. დავუშვათ ცოტა ხანი ვაცადოთ, ხო? ეს ტრიალებს როგორც ხედავთ. შევამოწმოთ, რომ ნამდვილად ვიმყოფებით ქართულ ვერსიაზე, რომელიც საჭიროებს თარგმანს. აი აქ დავაწეროთ, რომ ეს არის. ესე იგი, აი ნახეთ, დააკვირდით ზოგჯერ წერს რომ to English. ხო, ანუ ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენ ქართულად გვინდა რა. აქ დავაწეროთ თავარი, დავასეიროთ. გადავიდეთ აქსესუარები. ეს დეტალები მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი, ამიტომ გაჩვენებთ, როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი. აი ნახეთ, აი აქ ტექსტს აქვს დახრილი ხაზი. ამიტომ ჩვენც ასევე უნდა გადავიტანოთ. დავუშვათ ამ პროდუქციას ულებიანი სამაჯური დავუშვათ. ულებიანი სამაჯური. დავაჭერთ. შეინახავს. აი ნახეთ, აქსესუარები აქ რომ გადავთარგმნეთ, ავტომატურად გადაგვითარგმნა, ანუ ნახა რომ ესე იგი ეს აქსესუარები ასე ითარგმნება, მაგრამ თუ გჭირდებათ რამე ცვლების შეტანა, აუცილებლად თავისუფლად შეიტანთ. მაგრამ ეს დროს ზოგავს რა, ახლა მაგალითად ახლა ყველგან აქსესუარები რო არ თარგმნოთ სათითაოდ, სადაც მონახავს, ავტომატურად გადათარგმნის. აქ ბრასლეტის არა სამაჯურის მაგალითზე აქაც მაუს მივიტანთ, გადავთარგმნით. და რაც შეეხება ტექსტს, აქაც ახლა გამზადებული მაქვს ტექსტი. არ მიაქციოთ ყურადღება შინაარს. აი ასე, ჩავწერთ, დავაკოპირებთ. მზად არის. იგივე შეეხება ატრიბუტებს. აი აქ დავუშვათ შავი, ყავისფერი, აი ეს ატრიბუტებიც სათითაოდ ხო არ იწერება პროდუქციისთვის, ხო? ანუ ერთიანად საიტზე იქმნება და მეორე ნაწილდება იმის მიხედვით თუ რა ჭირდება პროდუქციას. ამასაც აქ რომ გადათარგმნით, ავტომატურად წითელი, სადაც შეხვდება საიტზე ყველგან შეცვლის. აი აქ სიტყვა კატეგორია გადავთარგმნოთ. აი აქ იქნება კატეგორია, კატეგორიები, მაგრამ კატეგორია ჩაწეროთ, კატეგორია. ორი წერტილიც გავუკეთოთ, კი ბატონო. შევცვალეთ. აქ ჩავწეროთ ქალი. და მოკლედ, ვიმეორებ ეს ტექსტი სადაც შეგვხვდებათ, ყველგან ავტომატურად გადაიყვანს, ძალიან კარგია, დროში ძალიან იგებთ. თუ კაც დავაჭიროთ და ჩავწეროთ, რომ ეს არის ყიდვა. და პრინციპში გადავიდეთ ყიდვის პროცედურაც მინდა გაჩვენოთ. აქ არაფერს არ ვცვლი, იმიტომ რომ ეს სტანდარტული არის საერთაშორისო დასახელება არამეანაც ვიცი, მაგრამ თუ გინდათ ესეც შეიცვლება. აღწერა იქნება, დამატებითი ინფორმაცია იქნება, თუ review იქნება, ყველაფერი ისევ იცვლება, ამაზე დრო არ დავკარგოთ და გადავიდეთ ყიდვაზე. ჯერ მინდა გაჩვენოთ, რომ ეს პროდუქცია როგორ შეიცვალა. გადავიდეთ ონლაინ მაღაზიაში. ესე. და ნახეთ, ყველგან სადაც შეგვხვდა შავი, ყავისფერი, წითელი, ყველგან გადათარგმნის. აი წითელი შეგვხვდა აქ. წითელი შეგვხვდა აქ, უკვე თვითონ გადათარგმნა, ჩვენ არ გადაგვითარგმნია. ეს სიტყვა აქსესუარებიც შეგვხვდა თვითონ გადათარგმნა, მოკლედ ძალიან კარგია. აქაც ონლაინ მაღაზიის გვერდზე ჩვეულებრივად ითარგმნება, უბრალოდ მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, რომ ნამდვილად ქართულს თარგმნით თუ არა. ესე იგი, მიაქციეთ ყურადღება აქ და მიაქციეთ ყურადღება, რომ აქ არ ჩაქსვათ. აი აქ შეცვლით.
ესე იგი, ძიების ველი დავუშვათ. აი ესე ეწეროს. ყოველი ჩაწერის შემდეგ ვასეირებთ. და ესე შეიცვლება ესეც. აი ღილაკი ფილტრი. იქნება დაფილტრა და ამ ფილტრი ეწეროს, ფილტრი. დავუშვათ, დავაჭერთ saves. შეიცვალა ესეც. გადავიდეთ მთავარ გვერდზე და შევხედოთ პროდუქცია აქ როგორ. აი ნახეთ, პროდუქცია იქ ხო შევცვალეთ, აქ ავტომატურად გამოიტანა და შეიცვალა ყველაფერი. ახლა ჩვენ გვინდა განვაგრძოთ ყიდვის პროცესი. პრინციპში აქედან შეგვიძლია დავაჭიროთ, გადავიდეთ იმ პროდუქციაზე, ავირჩიოთ, დავუშვათ შავი ფერი, დავაჭიროთ ყიდვას. დაინახეთ, აი ეს ძირითადი ნაწილები შეიძლება თქვენ დაგხვდეთ უკვე ნათარგმნი, იმიტომ რომ WooCommerce, WordPress-ი და ეს TranslatePress-ი მორგებული არის ქართულ ენაზე და ცდილობენ ისინიც რომ დრო თქვენი ესე ვთქვათ არ დაგახარჯინონ და დაზოგონ თქვენი დრო. გარდა ამისა, ავტომატური თარგმანის საშუალებაც აქვს, მაგრამ ეს უფრო მირჩევნია პრემიუმ ვერსიაზე განვიხილოთ რა. აქ დავაჭიროთ და ჩავწეროთ, დავუშვათ კალათა. აქაც ტექსტები მოკლედ სადაც შეგვხვდება, როგორც შეგვხვდებათ, იცვლება ჩვეულებრივად. აი ეს ტექსტი წინაზე რო გქონოდა ჩვენ გადათარგმნილი, ამის თარგმანი ახლა რა თქმა უნდა არ დაგჭირდებოდათ, მაინც რო იცოდეთ. გადავდივართ კალათაში. აქ ჩვენ რადგან არ გვაქვს ონლაინ გადახდის არანაირი gateway დამატებული, უბრალოდ გვაჩვენებს რომ არ არის და ანუ აი რაღაც დაახლოებით ფორმის შევსებამდე მინდა მიგიყვანოთ რა. ესე იგი აქ კუპონის გამოყენება ჩავწეროთ, დავუშვათ კუპონის გამოყენება, დავასეივოთ. გადავიდეთ, განახლება ჩავწეროთ, განახლება. აქ კარტი და დავაწეროთ კალათა. ბატონო. აქ აი ეს ფერი სადაც შეგვხვდება ჩვენ საიტზე. ისევ რა თქმა უნდა იქნება ნათარგმნი. ჩავწეროთ ფერი. დავარეფრეშოთ საიტი, შევხედოთ რა ხდება. ნახეთ, კუპონის გამოყენება გადათარგმნა, განახლებაც გადათარგმნა. აი ეს ყველა დეტალი იქნება ნათარგმნი. დავუშვათ, ჩავწეროთ პროდუქცია. შეცვლის ამასაც. ზოგ შემთხვევაში, როგორც ვხედავ, რეფრეში ჭირდება, მაგრამ არ არის ესეც პრობლემა. მოკლედ, ყველაფერი არ ვთარგმნოთ. თავარი პრინციპი გასაგები არის, დავწეროთ აქ დავუშვათ ყიდვის გაგრძელება. მე ასე. დავაჭიროთ ამ ღილაკს და გადავიდეთ. აქ ნახეთ, შეიძლება დაგხვდეთ, როგორც უკვე გითხარით, ქართულად ნათარგმნი, იმიტომ რომ თავსებადი არის. თუ არ დაგხვდეთ ქართულად ნათარგმნი, არც ეს არის პრობლემა, შეგიძლიათ აი როგორც აქ ცვლიდით, ჩავყოთ მიაქციეთ ყურადღება, რომ ზოგჯერ გადადის თუ English ხო, ჩვენ გვინდა თუ Georgian. ესე იგი, აქ იქნება სახელი. აქ იქნება გვარი და ასე შემდეგ შევცვლით მთლიან ველს. აქვე მინდა გითხრათ, რომ აი ეს ველები თუ ბევრი არის თქვენთვის და ფიქრობთ, რომ თქვენი მომხმარებლისთვის რთული შესავსები არის და არ არის ამდენი ინფორმაცია თქვენთვის საჭირო და თქვენი მომხმარებლებისთვის, ხო? აქ მაქვს ჩემი YouTube არხი და ამ YouTube არხზე მაქვს ჩაწერილი ესეთი ვიდეო checkout გვერდის ველების შეცვლა WooCommerce WordPress online მაღაზიისთვის. აი ეს ველები როგორ შევამციროთ და დავუშვათ დავტოვოთ სახელი, გვარი, იმეილი
და დავუშვათ ტელეფონის ნომერი. ან სხვა ვარიაციები სხვადასხვა მოკლედ რა. დანარჩენი, ესე იგი, რადგან არ გვაქვს აქ ჩვენ არაფერი payment-ი, გადახდის სისტემა, რადგან არ გვიყენია, იქეთ ვეღარ წავალთ. მე ვფიქრობ, ახლა ჯობია გადავიდეთ ბლოგზე. გაჩვენებთ ახლა ბლოგში როგორ ხდება. გვაქვს ჩვენ ბლოგი, აქაც იგივე პრინციპით მაუსი მიგვაქვს. ესე იგი, დავუშვათ ესე ერქვას, არ ვიცი ახლა. ტექსტიც ესე შეიცვლება და ყველა დეტალი ბლოგის, რაც ჩვენ გვჭირდება, იცვლება ასე. გადავდივართ შიგნით ბლოგში, აქაც მაუსს სადაც მივიტანთ, ყველგან ჩნდება ეს ყველაფერი. ხა ვნახოთ გარედან როგორ ჩანს ეს ყველაფერი. ახლა ამ მომენტისთვის ამ ჩვენ საიტზე არ გვაქვს არ ჩანს არაფერი, მაგრამ refresh-ს გავუკეთებ ამ საიტს, თავიდან ჩავტვირთავ საიტს და შეხედეთ გამოჩნდა ქვედა მარჯვენა ქვედა მხარეს გამოჩნდა ეს ენის გადამყვანი. დავაჭერთ ქართულს და ჩვეულებრივად ის რაც ჩვენ ვთარგმნეთ, გამოიტანა ქართულ ენაზე. ბლოგში გადავიდეთ. ნათარგმნია. ონლაინ მაღაზიაში გადავიდეთ. ის რაც ჩვენ ვთარგმნით, გავიმეორებ, რომ აი ნახეთ, აქ გქონდა ფილტრი ნათარგმნი, ძიების ველი და ეს გულებიანი სამაჯური. აქაც ყველაფერი რიგზია. მოკლედ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული არის Translate Press-ით, უფასო ვერსიით და იმისთვის, რომ კიდევ რამდენიმე ენა დაამატოთ საიტზე, იმისთვის, რომ SEO add-on-ი დაამატოთ საიტზე და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი უფასო ვერსიისგან რაც არის, ამას ჩავწერ შემდეგ ვიდეოში. ამ შემდეგ ვიდეოში პირდაპირ გადავალ პრემიუმ ვერსიაზე და ინსტალაციის პროცესისთვის შეგიძლიათ ეს წინა ვიდეო ნახოთ, ახლა რომელსაც უყურებდით აქ სადაც ამ საიტზე განვიხილავდით. წარმატებებს გისურვებთ.